თბილისის მერი უნგრეთშია. კახაკალაძე სიტყვით გამოვა კონფერენციაზე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრებიც. მარიამ ბუღაძე გაგვაცნობს დეტალებს ბუდაპეშტიდან. კონფერენციაზე, რომელიც ევროპული ქალაქების ურბანულ განვითარებას ეხება, ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი სწორედ თბილისის მერი იქნება. კახაკალაძე უნგრეთში ოფიციალური მოწვევით იმყოფება. კონფერენციის ფარგლებში ევროპული ქალაქების წარმომადგენლები ერთმანეთს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას ურბანული და სატრანსპორტო მიმართულებით პანელურ დისკუსიაში, სადაც მომხსენებელი თბილისია, მოწვეული არიან ასევე ბრატისლავის და ვენის წარმომადგენლები. ეს კიდევ ერთი შანსია თბილისისთვის, რომ გაეძლიეროს პარტნიორობა სხვა ევროპულ ქალაქებთან. დედაქალაქის მერი დღესვე მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. კონფერენციის დასრულების შემდეგ ის შეხვდება უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს პიტერ სიიარტოს. ჩვენ ვისაუბრებთ ზოგადად გამოწვევებზე, ვისაუბრებთ თუ რა გავაკეთეთ ბოლო წლების განმავლობაში დედაქალაქში. ცხადია, თბილისი შეიცვალა, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას, გადაადგილების კომფორტულობას, მეტროს მიმართულებით, გვაქვს სიახლეები, ახალი ვაგონები, ნაკიდი გვყავს და 2026 წელს ეს რა თქმა უნდა ეტაპობრივად შემოვა. გარდა ამისა, ვისაუბრებთ ავარიულ სახლებთან დაკავშირებით, თუ რა მიდგომა გვაქვს, როგორია დამოკიდებულება, მოვისმენთ მათი მხრიდან იგივე გამოწვევებს, როგორ უპასუხებს, მექნება ასევე შეხვედრა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან. ბოლო წლების განმავლობაში, როგორც უნგრეთი, ასევე საქართველო ღიად საუბრობ იმ გამოწვევებზე, რომელიც წარმოდგენილია ეს ფსევდო ლიბერალიზმის იდეოლოგიის სახით მთელ მსოფლიოში და უდიდესი გამოწვევა და უდიდესი საფრთხეს წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ამაზეც გვექნება საუბარი. კონფერენციის მიზანი გახლავთ იმ სატრანსპორტო და ურბანული პრობლემების განხილვა, რომლის წინაშეც დგანან ქალაქები. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი კონფერენციების მოწყობა, ვინაიდან მნიშვნელოვანია, რომ ქალაქებს შორის ხდებოდეს იმ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, რაც მათ აქვთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ასევე ჩვენი ქალაქისთვის, იმ გამოცდილების გაზიარება, რომელიც აქვს მაგალითად ბუდაპეშტს, აქვს ვენას, რომლის წარმომადგენელიც ასევე მიიღებს ამ კონფერენციაში მონაწილეობას. კონფერენცია დაახლოებით 3 საათში დაიწყება და მოვისმენთ თუ რა გზავნილები აქვს დედაქალაქის მერს სხვა ევროპული ქალაქებისთვის. ეს პირველი ოფიციალური ვიზიტია კახაკალაძისთვის უნგრეთში.